თეატრალური შეხვედრები. მოგესალმებით, საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერშია პროგრამა თეატრალური შეხვედრები. გულიკო გაგაბაძე გესაუბრებით, სტუდიის სტუმრებს წარმოგიდგენთ ქალბატონები ირინა ჰოობერიძე, თეატრცოდნე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი და ეკა მაზმიშვილი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი. კიდევ ბევრი რამის თქვა შეიძლება ჩემი დღევანდელი სტუმრების შესახებ, მაგრამ მაინც შემოვიფარგლები დღევანდელი თემიდან გამომდინარე. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, განსაკუთრებით ეკას, რომელსაც ესეთი ცხელი დღეები აქვს, სულ რაღაც 3 დღეში იწყება მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და აი გუშინ წავიკითხე Facebook-ზე ოფისი თუხთუხებს და აი ამ თუხთუხიდან გამოგიყვანეთ ეხა ცოტა ხნით მოგწყვიტეთ იქაურობას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის, მაგრამ სანამ ამ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, დღეს არის 21 სექტემბერი. და მინდა ყველას მიულოცოთ ღვთისმშობლის დღე მთელ საქართველოს, ყოველ ჩვენგანს, ყველა ჩვენს მსმენელს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და შეგვეწიოს მისი მადლი. რაოს და ეს წელი გილოცოთ ყველას. ყველას ვილოცოთ. დიახ. ეხლა კი თემა, რაზეც საუბრობთ, ჩვენ შევიკრიბეთ. უკვე იცით, რომ თუ როგორც თბილისში, ასევე რეგიონების თეატრებში გაიხსნა ახალი სეზონი, აი ჩვენც ამიტომ დავიწყეთ პირდაპირ ეთერში მუშაობა. გარდა ამისა, ყველას მოეხსენება, ყველა თეატრის მოყვარულს, როგორი დატვირთული თეატრალური შემოდგომა არის ხოლმე თბილისში, აი როგორც უკვე ვთქვი, 3 დღეში დაიწყება თბილისის საერთაშორისო ფესტივალი თავისი 3 პროგრამით და სრულდება ეს ფესტივალი, შემდეგ იწყება თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი საჩუქარი, ასე რომ აი სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ძალიან გადატვირთული და ამასთანავე ძალიან სასიამოვნო თვეებია. გუშინ უკვე შემოდგომის თბილისიც გაიხსნა. დაიწყო და გაიხსნა და ეხლა ხან დამთავრდა კიდევ ერთი თეატრალური დრამატურგიას რომელიც ეძღვნებოდა ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი მესხეთში ახალციხის თეატრში. ძალიან გადატვირთული და საინტერესო შემოდგომა გვაქვს. თეატრი მონაწილეობდა ამ ფესტივალში და ალბათ შემდეგ შევაფასებთ ამ ფესტივალსაც, თუმცა არც აფხული იყო ესეთი თავისუფალი. წელს პირველად დაიწყო ფოთში რეგიონული თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო ფესტივალი, ესეც ჩვენ გქონდა გადაცემა ამ თემაზე. გარდა ამისა, კიდევ იყო ერთი ახალი ფესტივალი ბათუმში, რომელიც ისე თქვენ გიკავშირდებათ ქალბატონო ეკა და ალბათ გვეტყვით ამის შესახებ. ფესტივალის ნაწილი იყო. დიახ, ხიდ ბათუმის ნაწილი იყო ქუჩის თეატრალური დღეები. ხო, და აი ჩვენ ამდროინდ მუსიკაც იყო, მე მგონი მხატვრობაც იყო, ყველა ძალიან ბევრი ხანგრძლივი და ძალიან დიახ, ეს საერთოდ ხიდ ბათუმი ქვია ამას და ხანგრძლივი ფესტივალი იყო, ძალიან ბევრი მოვლენით დატვირთული, მუსიკა, კინოფილმები, სხვადასხვა მიმართულების მუსიკა, როგორც ელექტრონული, ისე კლასიკა, ქუჩის მხატვრობა, გამოფენები, პოეზიის საღამოები, სხვადასხვა შეხვედრები, უამრავი რაღაცა იყო. ყოველ დღე მართლაც ეწერა, აქ რაღაც ყოველთვის ხდებოდა, მართლაც ყოველ დღე რაღაც აუცილებლად ხდებოდა. და რაც შეეხება ქუჩის
თეატრის დღეებს, ეს იყო ამ ფესტივალის პატარა ნაწილი, ძალიან ესეთი მომხიბლავი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ პირველად თურმე ქუჩის ესეთ მოვლენებს ქონია ძალიან დიდი ხიბლი. ისეთი რომ მე ხო სულ იმაზე ოცნება რა კარგი იყო. სამწუხაროდ არა, უბრალოდ ვადევნებდი თვალყურს და ვიცი, აი ასე ვთქვათ, ხო, მარჯანიშვილის თეატრის მით უმეტეს ქუჩის წარმოდგენას რა გამოძახილი მოყვა. საინტერესო იქნებოდა პიაცაზე ამ სპექტაკლის ნახვა. მაგრამ აი ამ ხიბლს ვარ ნაზიარები ძალიან ბევრ ქვეყანაში და ძალიან მიხარია ნამდვილად რომ რაღაც აი ასეთი კარგი წამოწყება. მეც იმიტომ რომ ერთია როცა ამას მონაწილეობ და მეორეა თურმე კიდევ უფრო მეტი ხიბლია როცა ამას აკეთებ და შიგნიდან უყურებ ანუ მონაწილეს და ერთად ხარ ძალიან და ისეთი იყო რა ძალიან ცოცხალი გამოვიდა. თბილისის 4 თეატრი მონაწილეობდა თუ არ ვცდები ხო? მარჯანიშვილი, მოძრაობის თეატრი, მარჯანიშვილი, მუსიკისა და დრამის თეატრი, სამეფოუბნის და შალიკაშვილის თეატრი ხუთი. მეხუთე პანტომიმის თეატრი. ანუ ვისაც ესე როგორც ძალიან თეატრში ხშირად ხმარობთ ამ უცხოენოვან სიტყვებს outdoor-ი კონდათ. ანუ ვისაც შეეძლო ქუჩაში ან არატრადიციულ სივრცეში, რომელიც არ იყო შენობა, იქ თამაში. უკვე რაც მზად ჰქონდათ ესეც. და როგორი იყო და აი დასწრება, როგორი ინტერესი ამ გადასარევი. დასწრება იყო აი ძალიან მაღალი და ძალიან კარგი და თან როგორი არ დამავიწყებ მუსიკა და დრამის თეატრს ქონდა 8-10 წუთი აკლდა 5 ადამიანი იყო გაყრაზე 5 ადამიანი იყო იმიტომ რომ საშინელმა წვიმამ დასცხო ისეთმა საშინელმა სულ გუბეებად იდგა 8-10 წუთი აკლდა ეს გამოვიდა და 8-ზე სპექტაკლი დაიწყო გაძეძგილი იყო ყველაფერი უკვე ანუ მაყურებელი რომელიც მზად არის ამისთვის მაგრამ მზად არის ამისთვის და მზად არის მაშინვე დაიკავოს ადგილი და მაშინვე შეუერთდეს ამ წარმოდგენას როგორც კი აი როგორც კი შანსი უშლება მაგრამ ეს ერთი და ყველა თავი იყო ესპანელების სპექტაკლის მაგალითი მაგიდა 2-ისთვის რომელიც კატასტროფულ წვიმაში იყო ისეთი ღიაცის ქვეშ და ისეთი იმპროვიზაციით წავიდა ეს ყველაფერი იმდენად კარგი იყო იმდენად დაყარეს რაღაც მომენტში ვთქვა და შეცვალეს თავისი თამაშის გზა დრამატურგია და საერთოდ ქუჩაში გავიდნენ არც ერთი ადამიანი ყველა ვინც იქ იყო მოსული ყველა იყო ბოლომდე სველი მაგრამ არავინ არ გამოკლებია და არავინ არ შეფარულა პირიქით ხალხი ემატებოდა და ეს საწვიმრები და ეს ქოლგები და ეს და თურმე ეს კიდე დამატებითი ხიბლია და არა ის რომ შეგეშინდეს რომ აი ბათუმში წვიმაა და სახში ვიჯდები ეს მსგავსი ეს არის ხიბლი ზუსტად აი ხიბლია ლეგენდა რომ წვიმა და სახში ვიყოთ აღარ არსებობს და აი ეს გაგრძელდება თუ წელს იყო და არ ვიცი ზუსტად თუმცა იმედი მაქვს რომ გაგრძელდება ზოგადად ვიცი რომ უნდა გაგრძელდეს და აი როგორი სახით იქნება როგორი ფორმატით როგორი მიმართულებით ეს უკვე ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი თუმცა კარგია რომ უნდა გაგრძელდეს ისე თავარი ეგ არის ეკას ენერგიაზე ყველა საუბრობს და აი ამოდენა ფესტივალი იყო წინ და კიდევ აი ესეთი ეს არა მარტო ენერგიის ხარჯზე არ შეიძლება ენერგია თავისთავად და აქვს და ორგანიზატორული ეს არის აი ნიჭზე რომელიც მას გააჩნია უცებ მობილიზაციის და რაღაც აი მომენტის აუცილებლობის დაჭერის იგივე იყო ეს ფესტივალის წამოწყება ხა ეს არ ნიშნავს იმას რომ პირისპირ ვზივარ და ამაზე ვამბობ არა ამას ყოველთვის ვამბობ აბსოლუტურად და ამასთანავე აი სწრაფი რეაგირება ეს თუ არა ფესტივალის დირექტორს აი ეს ალღო უცებ დაჭერა მომენტის არ გამოვა არაფერი წარმატებაც გვიჩვენებს ამის ამას ასე ვთქვათ მადლობა მაგრამ მადლობა მაგრამ მე მინდა დავამატო არა ჯგუფით მეგობრებით, მხარდამჭერებით და არაჩვეულებრივი მაყურებლით. სხვანაირად, რა თქმა უნდა. თქვენი საფესტივალო ჯგუფი იყო ერთხელ ჩვენთან ეთერში, რა თქმა უნდა, სრული შემადგენლობით არა და მე სიამოვნებით აი ფესტივალის შემდეგ ყველას ერთად მოგიწევთ კიდე. ვინაიდან ესეთი ცოტა მიმოხილვითი ისა გვაქვს ახლა ჩავერთვები კიდევ ერთი ფესტივალით, ამჯერად საერთაშორისო ფესტივალით, სადაც ერთ-ერთი ჩვენი სპექტაკლიც იყო მიწვეული, მე მაქვს მხედველობაში ბუხარესტში ჩატარებული
დამთავრებული ნეტა. ანუ რომლის წევრებიც გახდნენ. იცით რა არის წევრები გახდნენ, მაგრამ სხვა სტატუსით, გაცილებით უფრო მაღალი სტატუსით, ვიდრე ვთქვათ, არიან წევრი დამფუძნებლები. იმიტომ რომ ეს წამოვიდა ინიციატივა თუ არ ვცდები ხორვატიიდან, რა, სლოვენიიდან. სლოვენიიდან წამოვიდა ეს ინიციატივა, სამა ქვეყანამ ეს დააფუძნა და აი პირველი 4 გამოცემა იყო ასევე სხვადასხვა ქვეყანაში და წელს ეს გახდათ რუმინეთში, ბუხარესტში, დედაქალაქში, ფანტასტიურ სრულიად ეროვნულ თეატრში, ახალ თეატრში. აი თუ შური არ მიყვარ, შევნატროდი იმ თეატრს. არ მახასიათებს. თეთრი შური ქვია. არავითარი თეთრი, არაფერი. შევნატროდი იმას, რომ აი ჩვენ ანეს აპარატურა, ანეს 6 სცენა. ეს სხვა პრობლემაა, ნუ ეს მათი პრობლემაა შევსების და ასე შემდეგ, მაგრამ საოცარი სცენა, საოცარი ფიცარნაგები, საოცარი სტუდიოები და ეს ყველაფერი აი უახლესი ტექნიკით აღჭურვილი. ეხლა რაც შეიძლება მე მარტო ერთ ვიტყვი, უკაცრავად ჩაგერთვებით, მე რა მინდა ვთქვა, რომ აი ეს უამრავი გასვლა იყო ამ ბოლო პერიოდში ქართული თეატრის უცხოეთში ძალიან ბევრ საერთაშორისო ფესტივალებზე და ცალკეული რეჟისორების მიწვევაც დადგმებით და მე მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ამაში ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის საერთაშორისო ფესტივალს, აი მის მესამე ნაწილს, ქართულ პროგრამას, სადაც ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები, თეატრონები, კრიტიკოსები, პროდიუსერები, ფესტივალის ორგანიზატორები და ეცნობიან ქართულ თეატრს და აი ამას მოყვა ეს ამდენი გასტროლი და ამდენი მიწვევა და ერთ-ერთი ალბათ აი ეს ალბათ და უნდა ვთქვა, რომ დათო დოიაშვილის სპექტაკლში ჩვეული ვივარ დოის გახსნა ფესტივალი, ხო, ძალიან მინდოდა მეც ვურეკე, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა. მე მგონი აი ახალი ჩამოსული ან ჯერ არ ჩამოსულა. გახსნა ფესტივალი, გახსნა დიდ სცენაზე. გაიხსნა ეს ფესტივალი, მისი შუაზაფხულის ღამის სიზმარი და ნუ რა თქმა უნდა, მე მდილით ჩავფრინდი ზუსტად გახსნის დღეს. სიურპრიზიც გაუკეთე, უნდა ითქვას, თეატრს არ იცოდა რომ მივდიოდი იქ და მეცით ყოველთვის საოცარი შეგრძნება მით უმეტეს უცხოეთში, როცა ელოდები შენ საკუთარ სპექტაკლს, იმიტომ რომ ხარ მეგობარი თეატრის, ყველა თეატრის მეგობარი ვარ, რა თქმა უნდა, აქვე ვამბობ, მაგრამ თუ შორიდან უთვალთვალებ მის თუ რა ეს შენია იმდენად, რომ აი იგივე რაღაც ემოციურ მუხტზე ხარ, რაზეც როგორც ალბათ მონაწილეები. და უნდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა პრემიერამ. ტრადიციის მიხედვით მე ტარდება ხოლმე შეხვედრა და რაღაც პატარა დისკუსია, სადაც საერთოდ მეწარვადგინე თეატრი და მაგრამ ეს დისკუსიაც არ იკმარეს და უკვე დოის და თეატრის წასვლის შემდეგ უამრავი შეკითხვები და უამრავი ესეთი გამოძახილი მივიღე უკვე მე, რითაც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ბუნებრივია განსაკუთრებით ერთი რეპლიკით, რომ საბოლოო ჯამში ვნახე ძალიან ბევრი რამ, მაგრამ თქვენი სპექტაკლი ალბათ ყველაზე საინტერესო იყო. ამაზე დიდი შეფასება ნამდვილად არ შეიძლება შეჯამდა. საკმაოდ საინტერესო პროგრამა იყო, ძალიან კარგად ორგანიზებული, უნდა ითქვას, და დახურა სპექტაკლი არ ვიყავი დახურვაზე ანდრე ჟოლდაკის ბოლო ნამუშევარმა. თავის ამპლუაში იყო ბუნებრივია ეს საკმაოდ საინტერესო რეჟისორი და უცნაური. ყველაზე საინტერესო რაც იქ იყო და შეიძლება ეს ჩვენი თეატრიც რაღაც აი ამ გლობალიზაციის პროცესში ამაში ჩაერთვება, ეს იყო რამდენიმე კოპროდუქცია თვითონ ნეტასი, 4-5 ქვეყნის მსახიობები, მაგალითად ერთ-ერთი სპექტაკლი მამების სამყარო, იყო იტალიელი მსახიობი, იყო პოლონელი
მსახიობი იყო სლოვენია, ხორვატია და აი ყველა თავის ენაზე ლაპარაკობდა. კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ კი რაღაც ტიტრები მიდიოდა, მაგრამ მე დიდად არ მიყვარს ხოლმე ტიტრების ყურება, რაღაც მირჩევნია პლასტიკის, სხეულის იმ პატარა ფრაზებით, ინტონაციით და იმ სინოფსისით, თუნდაც მით უმეტეს თუ პიესას ვიცნობ, სინოფსისიც არ არის საჭირო. აი მივდიოდა რაღაც ჩემი განწყობა შევიქმნა ამის მიმართ. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი აღარ არის მათთვის უკვე ხშირად აკეთებენ ამას და ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ხერხი თუ არ ვიცი, ახალი ჟანრი წამოვიდა თუ აი რა წამოვიდა. კომუნიკაციის ახალი საშუალება. ძალიან საინტერესო იყო ეს, აი ერთ-ერთი ყველაზე ორგანული აი ეს სპექტაკლი იყო ნამდვილად ეს მამების საყვარო. აი ეს არის პატარა ჩართვა და ახლა ალბათ ძირითად საკითხზე უნდა გადავიდეთ, რასაც ქვია ჩვენი ფესტივალები. თბილისის საერთაშორისო ფესტივალი. რომელიც იხსნება? ფესტივალი ხო, აი ძალიან ახლოს არის. პარასკევს იხსნება საერთაშორისო პროგრამით და საერთაშორისო პროგრამა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თითქმის გამოდის რომ 2 კვირაა ეს ფესტივალი, მაგრამ 2 კვირა ყოველდღე არის სპექტაკლები. ხანდახან 2-ც არის, მე იმედია როდესმე 3 და 4-იც იქნება დღეში, სხვადასხვა ადგილას და ძალიან კარგი. ზოგჯერ მაყურებელი იძახის რომ რატო უნდა ამოვარჩიოთ? დიახ, უნდა ამოვარჩიოთ, იმიტომ რომ ფესტივალმა თავსაც უნდა შეუქმნას თითოეულ შიგნით კონკურენცია და 3-4 სპექტაკლი რო იყოს, ეს უკვე ფესტივალის დიდი ნაბიჯი იქნება წინ. კი, მაგრამ როცა ჩამოდიან, აი გენანება რომ რაღაცას ვერ ნახავ და აი ეს ძალიან რთული მომენტია. ხო, ეგეც რთულია. ნუ, თუმცა ეს რეალობა ხა ძალიან ბევრი ხო ეგრე ხდება. საერთაშორისო პროგრამაში გამოირჩევა რამდენიმე სპექტაკლი, რომელიც შეიძლება ხო დავასახელო როგორც დღეს არა მარტო ჩემი, არამედ აღმოჩნდა რომ მაყურებლის ფავორიტიც არის და ყველაზე დიდი რაოდენობა ბილეთები უკვე გაყიდულია სპექტაკლებზე კაში. სპექტაკლებზე ხალხის მტერი, ჰამლეტზე ბილეთები საერთოდ აღარ არის. და სპექტაკლი რომელზეც არ არის. აგრაჰამის კარშზე და სილვერპურ კარიტის ქარიშხალზე ყველაზე დიდი რაოდენობით რაც არის, თუმცა მე ხო აღარ არის ბილეთები არც ფსკერზე. კორშუნოვასის სპექტაკლზე, თუმცა მინდა გირჩიოთ, რომ არაფრით არ გამოტოვოთ სპექტაკლი ქალაქი, რომელიც არის ისრაელიდან. ისრაელის არის ერთ-ერთი მართლა საუკეთესო, რაც კი შეიძლება წელს ვაჩვენოთ მაყურებელს საკმაოდ განსხვავებული ჟანრის. ძალიან ისეთი შემართებით და ძალიან ახალი ხედვით დრამატურგიის მუსიკალური სპექტაკლი. დიახ, მიუზიკლია და დრამატურგიის ზოგადად ახალი ხედვა არის ძალიან საინტერესო და კარგი, იმიტომ რომ აწყობილია დეტექტივზე, უნიკალური იუმორით და თავიდან ბოლომდე პოეზიაა თან. და მინდა მივიპყრო ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ ვთქვით და მოყვება ამაში მაყურებელი კიდე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რაც არიცით, იმას ნუ აუვლით გვერდს. პირველ რიგში აუცილებლად ნახეთ, თუმცა რა თქმა უნდა მე მესმის ძალიან დიდი ყურადღება და ინტერესი კააშის და ხალხის მტრის და ქარიშხლის მიმართ. ჯერ ერთი, იმიტომ რომ კააში არის მსოფლიოში გამორჩეული ლიდერი ქორეოგრაფი საკრამ ხანის ნამუშევარი, ასევე ლიდერი მხატვრის და მოქანდაკის ანიშ კაპურთან ერთად, ეს მესმის და ნორმალურია, სრულიად ამხელა ინტერესი ამის მიმართ და ასევე მესმის ის, რომ სილვერპურ კარატე უკვე იყო თბილისში სპექტაკლით გულივერის მოგზაურობა და ძალიან ვიცნობთ ბევრი მეგობარი თაყვანისმცემელი გაიჩინა და ქარიშხალი ხო ეს უკვე ხო ამიტომ ინტერესი მის მიმართ დიდია და შაუბიუნე ხალხის მტერი რომლის მიმართ ინტერესი ვფიქრობ რომ არა მარტო იმით არის განპირობებული რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სამხო რეჟისორი ოსტერმაირი ერთ-ერთი პირველი თეატრი ევროპაში, არამედ სოციალურად ძალიან აქტიური მძაფრი თეატრი და თემაც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მაყურებლის ყურადღებას რო დაიმსახურებდა გარდა თავისი ვარსკვლავური მდგომარეობის ამ თეატრის, ესეც რა თქმა უნდა ნორმალურია.
ну აი პურკარეტესთან ოსტემაიერთან დაკავშირებით ალბათ უნდა ვთქვათ რომ ბოლო წლებია ეს არის ავინიონის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სტუმარი იყო 2012 წელს ხალხის მტერი ცხეთაშორის ავინიონში იყო რიჩარდ მესამე მისი ბოლო ასევე ავინიონის კოპროდუქცია და ავინიონი ისეთი ფესტივალი გახდა რომელიც აი მიწვეულ მსახიობებს ესე მარტივად არტისტებს ასე მარტივად არ ეთანხმება კოპროდუქციაზე აქედან გამომდინარე ესეც საინტერესოა ძალიან კარგი იყო მისი სპექტაკლი ხო შეიძლება 2008-ში თუ არ ვცდები თუ 2000 წელს მან მიიღო ევროპის ჯილდო ოსტემაიერმა ახალი რეალიები წელი შეიძლება მეშლება სადღაც 2000 მეწლები როგორც წესი აი მეცამწუხაროდ ესე ვარ და ძალიან საინტერესო დადგმის გამო აი არ მახსოვს ჩავინიშნე კიდეც მე მგონი ეს იყო ხო 2000 წელი იყო უკაცრავად ეს იყო ზუსტად შაუბიუნეში პერიოდის სპექტაკლი როცა ის საშა ვალცს ვისთანაც ერთად დაიწყო იქ დიდი ძალიან საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა ჰქონდათ მათ ამოქაჩეს შაუბიუნეს თეატრი გამოეყო მას და გააკეთა თავისი ასე ვთქვათ შაუბიუნეს მიღმა რამდენიმე პროდუქცია ძალიან საინტერესო პიროვნებაც არის რაღაც მოხდა ესე რომ მე რამდენიმე შეხვედრა მქონდა მასთან ძალიან გახსნილი ძალიან აი ხელოვანია ასე ვთქვათ რომელიც არ იშურვებს არც დახარჯვას შემოქმედებაში და სიამოვნებით იხარჯება ურთიერთობებშიც ეს საკმაოდ იშვიათია ხოლმე ხელოვანისთვის მე ვფიქრობ რა ვიცი ძალიან საინტერესო ну კაშზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ყველაფერი, მე ვფიქრობ თეატრში ვიდეო ინსტალაცია, პლასტიკა, ცეკვა, სიტყვა ხანდახან, ეს კაში არ ვიცი, მართალი გითხრათ, მაგრამ ესეთი იყო მისი გნოსი ესე ერქვა მე სპექტაკლს. ყველაფერი აბსოლუტურად გამოყენებული და ამასთანავე უკიდეგანო პოეზია, ფილოსოფიური პოეზია ვიტყოდი, რომელიც აი მოიცავდა აბსოლუტურად ყველაფერს რაც ადამიანში ზის და რაც მან შეიძლება ასე ვთქვათ დაამყაროს ის სამყაროსთან თუ შეიძლება ასე ითქვათ ძალიან საინტერესო პიროვნებაა მაგრამ მე მგონი თვითონ აღარ ცეკვავს ამ ბოლო დროს არა თვითონ არ ცეკვავს არა თვითონ უკვე მარტო ქორეოგრაფია და არის თანამედროვე და კლასიკური ინდური ცეკვის რაღაც ნაზავი თვითონ სპექტაკლი არა მარტო გავლენები ძალიან ბევრი აქვს გავლენები თუმცა თვითონ თulis რომ ეს იყო ძალიან ბევრი არის კლასიკური გასწრაფთ ინდური ცეკვის ელემენტების ძალიან დიდი გავლენას განიცდის, მაგრამ ეს არა მარტო, ამიტომ თქვენ მიხვდებით იქ, რომ დარღვეული ხაზი მოძრაობის, ის რომ არა, თქვათ, ძალიან ისეთი ზუსტად განაწილებული მიზანსცენები და ამავე დროს არა დარღვეული, ანუ არა ზუსტი ხაზი, რომელიც უცბად იშლება ან უცბად ეწყო, რომელიც არის ან ვთქვათ მოძრაობის მიმართულებები, ან სხეულს როგორ ექცევა ნებისმიერი მათგანი, ნებისმიერი მოცეკვავე, რომელიც უმაღლეს დონეზეა მართლაც ყველა გამორჩეულია და უმაღლეს დონეზეა უმაღლეს დონის მოცეკვავები მიხვდებით რომ ეხა რა თქმა უნდა შეიძლება როდესმე იცეკვოს ეხა მაგრამ მაგრამ მიიღო ტრავმა რამდენადაც ვიცი კი მაგრამ ნუ აი ესე არის და ამიტომ ამის გამო სჭირდება უკვე ამ ტრავმაზე ესე თქვათ ესე ვეღარ დაიხარჯება ყველა სპექტაკლი რა თქმა უნდა მაგრამ შეიძლება მოიგო კიდეც მისმა კომპანიამ იმიტომ რომ ხო იმიტომ დაკავდა უკვე მარტო ამით უკვე ქორეოგრაფიით და ძალიან ის არის მაგრამ დაიწყო სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო მეჩვენა ეს და ვნახე მაგრამ ნუ ეხა ბუნებრივია ვერ ვიხსენებ მაჰაბარატაში პიტერ ბრუკის რომელიც 88 წელი იყო მე მგონი ვნახე პარიზში და იქ იყო ორი აბსოლუტურად გამორჩეული აი ჩართული ზუსტად რაღაც მომენტი ერთ-ერთი როლს ეს ასრულებდა. და მე რაღაც სტუდია, მე წამოვიდა, მე თავისი და საკმაოდ კარგად ასე ვთქვათ მოუარა იმ ნიჭს, რომელიც მას უდაოდ გააჩნდა. რაც შეეხება იმას, რაც ეკამბრძანა ეს წუთია რომ
აქვს თუ არა მას აი ეს შენარჩუნებული თავისი ასე ვთქვათ ინდური მე ვიტყოდი აი სულიერება არის აი ის რაღაც განყენებული სამყარო რომელიც ჩვენთვისაც უცნაურად ხელშეუხებელია ის უნდა იგრძნო და ალბათ აი ის ფილოსოფია და ის მიდგომა და ის მოძრაობა და ის სულიერება რაც მის მსახიობებს ახასიათებს საოცარი სპექტაკლი იყო ის რაც ნახე უკვე მოგვიანებით აი ეს საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს და მუსიკალური თანხლება. სამი დღეს ხელოვნებაში სამი ლიდერის თანამშრომლობა, ერთიანობა. ეს არის აკრამ ხანი, ანიშ კაბური და ნიტან სოუნი. სამი ლიდერის აი მეგობრების ძალიან კარგი თანამშრომლობა. და რახან ქალბატონმა ერინამ თქვა, რომ მან ძალიან კარგად მოუარა ამ ნიჩსო თავისასო, მინდა ვთქვა რაღაც დარშიმ რა არ ვახსენო. მის ბიოგრაფიას რო ვკითხულობდი, დეტალურად რა თქმა უნდა, არასოდეს არ იცი ხო ამ ადამიანების ბიოგრაფია და მე დეტალურად ეცნობი საინტერესოა, როდის რა, როგორ რანაირად. მანსაც და ანიშ კაპურსაც ისევე როგორც კომპოზიტორს ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, არის ძალიან ბევრი უნივერსიტეტის ასოცირებული წევრი და კოლეჯის ბრიტანეთში და მათ აქვთ საკმაოდ შთამბეჭდავი სია, რომელიც აღნიშნავს მათ დამსახურებებს ხელოვნების დარგში და წერია კარგად. ბრიტანეთში და მის ფარგლებს ბრიტანული კულტურის განვითარებისათვის. მე უბრალოდ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არა მარტო მათ მოუარეს, მაგრამ ქვეყანა, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ ყველა შენი ნიჭი გამოიყენო და არ გაძლევს, არამედ გიქმნის პირობებს, რომ შენ ხვალ გახდე ნომერი 1 მთელ მსოფლიოში. ეს არის ეს უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ამ შემთხვევაში წავიკითხე. რატომღაც მუდმივად თავში მიტრიალებს, რომ ამ ქვეყანამ ადამიანებს ყველაფრის საშუალება მისცა და ყველაფრის პირობა შეუქმნა. ნიჭიერ ადამიანებს. და ნიჭიერ და არა მარტო მშრომელ ადამიანებს, რომელიც უბრალოდ ნიჭიერები არ არიან, არამედ რითი შეუქმნა. არა მარტო კონკურენციით, ბრიტანეთის საბჭოს პირველად ბრიტანეთის საბჭომ ჩამოიყვანა აკრამ ხანი საქართველოში. პროპაგანდით ბრიტანეთის კულტურის, კონკურენციით თვითონ თქვათ შიგნით ქვეყანაში, ამავე დროს მათი კულტურის პროპაგანდით, ამავე დროს ამ მხარდაჭერით სხვადასხვა გრანტების ან სკოლარშიპებით, რომელიც შეიძლებოდა რომ მათ კარიერის დასაწყისში მოეპოვებინათ ბევრი სხვა და ბოლოს ეს ადამიანები არიან სტაბილურად ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობ, რა შეიძლება გააკეთონ უკეთესი. ეს არის სრულიად უნიკალური მოდელი, როგორ შეიძლება მართო ხელოვნება და კულტურა დედამიწას და ამიტომაც ძალიან ბევრი კულტურის სწორი პოლიტიკა. ხო, ძალიან ბევრი, რაც კი არის დღეს სამყაროში მსოფლიო ლიდერების მოდის კულტურაში. მოდიან ბრიტანეთიდან ძალიან შემშურდა. ასევე თეთრი და ესეთი და ესეთი შურით. მოდი ვთქვათ, რომ ეს სპექტაკლი არის 2 ოქტომბერს გრიბოდოვის სახელობის თეატრში, ამ სცენაზე და ჯერ არის ბილეთები, ხო? დიახ, ჯერ არის ბილეთები. იგი ერთადერთი სპექტაკლი, რომელზეც უკვე ბილეთი შოვნა არ შეიძლება, ეს არის ჰამლეტი. ჰამლეტი ფსკერზე, თუ არ ვცდები, ფსკერზე ეს ოსკარ კორშუნოვას. დიახ, ეს არის და არ შემიძლია ამ პროგრამიდან არ გამოვყოთ თეასოსანის ტანცთეატრი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აი იქნებ ცოტა მეტი ინფორმაცია. სიამოვნებით ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი, რომ შეგვიძლია ყოველთვის ამას ვერ ვაკეთებთ, ვცდილობთ, რომ ქართველები ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ და მუშაობენ და ქმნიან, შევძლოთ ხანდახან ქართველების შექმნილი ნამუშევრები საზღვარგარეთ ჩამოვიტანოთ ფესტივალს და ვაჩვენოთ ჩვენს პუბლიკას. და ეს უნიკალური შემთხვევა, იმიტომ რომ ქალბატონ თეას ამ შემთხვევაში დაეხმარა თავისი ქალაქის მმართველობაც. ის იმდენად მნიშვნელოვანი არტ-ზონა შექმნა, იმდენად ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ქალაქში საერთოდ ეს რომელ ქალაქშია, გერმანიაში კარლსრუე კი არა. ხო, კარლსრუეში. იმისათვის, რომ მისთვის ანუ ქალაქმა აღნიშნა მისი მხარდაჭერა, იმით რომ ამ თეატრს დაუფინანსა გზა თბილისისაკენ.
და ეს ჩვენ ცალკე კიდევ უნდა მადლობის წერილიც გავუგზავნოთ ქალაქის მერს, იმიტომ რომ ჩვენ სამაგიეროდ გვაქვს შესაძლებლობა ნახოთ სპექტაკლი ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი შეიძლება ამ პროგრამაში იყოს, თანამედროვე ცეკვა, თანამედროვე ბალეტი, ძალიან საინტერესო ისტორიით სამი ქალის, რომელსაც ერთი მამაკაცი უყვარს. და ძალიან მომწონს ეს, იმიტომ რომ იმდენად კარგად არის, მე სუპირველად ნახე, ძალიან მოკლე ნაწილი ჯერ კიდე იქმნებოდა შექმნის პროცესში იყო სპექტაკლი და ჩვენთვის ძალიან საამაყუარო ჩვენ წელს მათი მასპინძლები გავხდებით, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ არტ-ზონას ძალიან დიდი მომავალი აქვს და გარდა ის ბიოგრაფიაში რო ეწერება რომ თბილისის ფესტივალზე იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება და გაგვეხარდება, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ რომ ეს არის სპექტაკლი რომელიც მაყურებელმა არანაირად არ უნდა გამოტოვოს, იმიტომ რომ ბევრ განსაკუთრებულ ემოციას მიიღებს. როგორც ქორეოგრაფიით, როგორც დადგმით, ისე როგორც ხატრობით, როგორც თემით, ისევე ასევე იმითი, რომ უყურებს, რომ ხედავს იმას, რომ მისი თანამემამულე ძალიან წარმატებულ გზაზეა, ძალიან საზღვარგარეთ და ხედავს, რომ მისი შრომა დაფასდა და ეს არის ჩვენ სტიმულიც. ხონდა იყოს აუცილებლად ყველასთვის ეს არის ერთ-ერთი აიგეთი და ასევე აი აქაც ხოდაშორის ცოტა ბილეთები დარჩენილი, ამიტომ ვიცახი რომ რაც შეგვიძლია დიდი ხნის უკან იყვნენ და მაშინ ჯერ კიდე მარჯანიშვილშიც იყვნენ მარჯანიშვილშიც იყვნენ ჯერ კიდე პანტომიმის ელემენტები ჭარბობდა სრულიად განთავისუფლებულია მე უბრალოდ ხა ვერ გეტყვით რომ ექსპერტი ვარ მაგრამ რაღაცნაირად ძალიან კარგად ვიცი დღეს სამყაროში თანამედროვე ცეკვაში ან ქორეოგრაფიაში რა ხდება და ეს ხშირად ისე უყურებ ხოლმე პროგრამაში ხო და სრულიად თავისუფალია ამ წუთას ანუ პანტომიმას ეს საერთოდ არ ეხება და ამიტომ არ არის არეული სრულიად აბსოლუტურად თანამედროვე ცეკვის ისეთი ზუსტი მიმართულება გაქვავებული ქვია სახელი მავიწდება ხო იმიტომ რომ არის 28 სექტემბერს არის გაქვავებული მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დიახ მინდოდა ეს აუცილებლად რო არ მეხსენებინა და ირინა დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი სპექტაკლი არის დიახ სამი სპექტაკლია ერთიც უნდა ვახსენოთ ჰამლეტი არ გვითქვამს ჩვენ არც ჰამლეტი გვითქვამს და არც ხალხის ტერი არა ღმერთები დაეცნენ ვიღა დაგვიცავს არა მეც პროგრამა მიდევს ღმერთები დაეცნენ ვიღა დაგიცვავს დიახ ვფიქრობ რომ ესე ძალიან საინტერესო უნდა იყოს თუნდაც იმიტომ რომ მე მგონი რაღაც ეს კაენის მის ხო ნაწილზე არის დამყარებული და ძალიან თავისებური ესთეტიკით გაკეთებული სპექტაკლი. მაგიტომაც ამოვარჩიეთ, იმიტომ რომ ეს ხა ფესტივალი ერთი რომ ჩვენ ვიძახით რომ ჟანრობრივი მრავალფეროვნება ყოველთვის იქნება, მეორე ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ მაყურებელს ყოველთვის ისეთ სპექტაკლებს, რომლებიც არღვევენ დღეს ფორმას, მიღებულს, ან სტანდარტულს, ან ჩვენ რასაც ვეჩვევით აი ამ ფორმას, რომ ყოველთვის იმიტომ რომ ფესტივალი არის თავისუფლების ის ორი კვირა, როდესაც შენ მაქსიმალურად უნდა გადააბიჯო ნებისმიერ საზღვარს, რომელიც შენ გონებაში ან ემოციაში არსებობს. და ეს ეხება ყველას, როგორც პროფესიონალებს, ისე არაპროფესიონალებს და ეს ზუსტად ერთ-ერთი შეიძლება დღეს ეს სპექტაკლი არ მოგეწონოს, მაგრამ მან აზრი აუცილებლად გაგიჩნდეს. სტეინბეკის მიხედვით ბევრი ტექსტი არის. დიახ, ძალიან მოკლეა, სხვათა შორის 40 წუთი, არა, უკაცრავად ბოდიში. 50 წუთიანია. ერთი ეპიზოდი რამდენჯერმე მეორდება. მაგრამ იმდენად საინტერესოა უყურებს სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობას მსახიობისას და თეატრისას. აქამდე ესეთი უმეტესობას ჩვენგან არ უნახავს. ეს არის ჯერ ერთი საერთოდ გამორიცხული განათება. ეს არის ჩვეულებრივი სარეპეტიციო დარბაზში. შეგიძლია გადაიტანო ნებისმიერ დარბაზში და ნებისმიერ ადგილას ითამაშებენ ადამიანი ყველანაირი სპეციალური წინასწარი თეატრალური იმის გარეშე, ტექნიკის ან სივრცის გარეშე. შენ პირდაპირ უყურებ შიშველ მსახიობს, რომ შენს გარშემო ტრიალებს და უცბად ისეთ დრამას გაითამაშებს, რომლისთვისაც თავიდან იმდენად ისეთია ჩვეულებრივია ყველაფერი და იმდენად ყოველდღიურ ცხოვრებას გავს, რომ სულაც არ ახარ მომზადებული.
და ის რომ თქვათ ეს ტექსტი მეორდება ის რომ ქალებს კაცები თამაშობენ დედას და ქალიშვილს მამაკაცი მსახიობი და ასევე ახლა სოციალურად როგორ გითხრათ ტექსტი მძაფრი ნამდვილად არ არის მაგრამ ეხება ყველას ჩვენთაგანის ცხოვრებაში დედების და ქალიშვილების ურთიერთობის რაღაც პატარა მონაკვეთს ან რაღაც ანუ ჩვენი ნაწილია ეს ტექსტიც ესე ამორჩიეს რომ ესე ყოფილიყო. თვითონ აი ამაშიც რაღაც ძალიან დიდი თეატრალობაც არის ჩადებული, ესე იგი თეატრი როგორც ასე ვთქვათ რეალურობა, ანუ ჩვენ და მოცემულობის გაერთიანება რაღაც იმაში, ანუ ისინი თამაშობენ, მომენტი სად თამაშობენ და სად რეალობა გეწყება მაყურებელს შენთან ერთად არიან, ანუ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, აი რაღაც საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს როგორი იქნება ეს ჩვენები. რამდენადაც მესის ეს ორმაგობა თეატრის რეალური მოცემულობის აღქმა ძალიან საინტერესო იქნება. ამ მხოლოდ ეს სპექტაკლი არის ორჯერ. არა, ეგ სპექტაკლი და ქალაქიც ორჯერ არის. ქალაქიც. დიახ. და სარეპეტიციო დარბაზში მოშაშვილის რამდენი მაყურებელი ეტევა? 50. დიახ. 50 და ამიტომაც ორჯერ არის. ესე რომ შევეცადეთ არ გაგვიცდი უნდა იჩქაროს. სწორედ ნიუს ძალიან საინტერესოა. არაფერი არ გვითქვამს ნიუზე. აი მე მართლა ამოვიღე რაღაც პროგრამა გადავხედე ეს ყველაფერი. აი ეს კორეას თეატრი ალბათ უნდა იყოს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რაღაც მათი მონაკვეთი რეპეტიციის ერთხელ მახსოვს სადღაც გვაჩვენეს ეს პოლონეთი არის. სკოლა ფანტასტიკური და მათაც აი მუსიკა, ჟესტი, ცეკვა, ეს სიტყვა არ ვიცი რამდენად არის ამ სპექტაკლში. მაგრამ თვითონ კორეა სათაურიდან გამომდინარე, აი ამის ერთობლიობა უნდა იყოს, ხო? ალბათ. და ნუ არ დაგვავიწყდება იგივე ეს როდის იყო პოლონელების ესნი კოზლავ. ცდილობ რომ ხოლმე პოლონურად არ გამომდის. ლირის სიმღერა ხო. დიახ, ლირის სიმღერა მომავალ წელს დაბრუნდება და წელს კი რახან არ გვიდოდა ჩაგვექთო ეს მიმართულება, უდიდესი აღმოჩნდა პროგრამა ნიუ ხდება ერთ-ერთი და კიდევ ერთხელ ეს გახდება ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და დარწმუნებულია, როდესმე მასზე უფრო სწრაფად გაიყიდება ბილეთები, იმიტომ რომ მაყურებელს ეცოდინება, რომ მართლაც სრულიად ახალი აღმოჩენები ელოდება და ეს არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი კორეას სპექტაკლი გილგამეშის ეპოსზე. ეს არის სრულიად გამორჩეული მსახიობები, რომელიც ამ შემთხვევაში ხმის, რითმის და მუსიკის საშუალებით გადმოსცემენ იმას, რასაც თქვა ჩვენ როგორც წესი დრამატულ თეატრში ემატება ტექსტი, მოძრაობა, ასე შემდეგ. აი შარშანეს ლირის სიმღერებმა მე უბრალოდ მახსოვს რა შთაბეჭდილება მოახდინა. და რომ მახსენდება ეს რაც აი ხო არის რაც ბედნიერ დღეები და ეს მიხარია ეს ბედნიერ დღედ მახსენდება, იმიტომ რომ ამაყე ვიყავი მაშინ განსაკუთრებით ჩვენი მაყურებლით. აი ეს იყო ყველაზე ისეთი თორემ მე უკვე ვიცოდი რაც იყო და ფოიეში სპექტაკლის მე რამდენი მადლობა როგორ დახვდა ხალხი მათ და ასე შემდეგ და ანუ ის ხდება მაშინვე შენი ქვეყნის ხარისხს რა მომზადებულია და როგორი მაყურებელი გყავს და აქამდე ყველას მადლობა მართლა როგორ რაც კი მაყურებელი აქამდე მოიყვანა როგორც გაზარდა ძალიან ბევრი ამ წლების და საუკუნეების მანძილზე მოკლედ ცოტა გადავედი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ნიუ არის ერთ-ერთი საუკეთესო რაც წელს შეიძლება ამორჩეულიყო 300 ძალიან კარგი იმიდან პიაცოლა უნდა იყოს ნორვეგიელების თანამედროვე ცეკვა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ანუ კიდევ ერთხელ ის რაც ჩვენ არ ვიცით აი ჩვენი ფოკუსი თუ შეხედავთ ფესტივალის ფოკუსი მუდმივად მიდის იქით იმისკენ რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით ჯერ ჩვენს კულტურაში არ შემოსულა ან ჯერ არ ქონია შესაძლებლობა რომ ესე აქტიურად შევხედოთ ხო ანუ სამყარო ეძებს სულ ყოველთვის ყველაფერში და ჩვენც გვინდა მივყვეთ ამაში და ამიტომ ეს ნიუ კიდევ უფრო მეტ სიტამამებს გვგუმატებს იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია სახელებზე შედევრებზე და მივყვებით ამ აღმოჩენებს ნახოთ ძალიან ხშირია მოახდენ შეიძლება ესეც თავეჭდილებას რომელიც
ხო ასე ვთქვათ, დიდი სპექტაკლი რაც ჩვენ ვიცით, დიდი სპექტაკლის გაცილებით უფრო საინტერესო იყოს ვიდრე დიდი სპექტაკლის და დიდი რეჟისორის. ხო, ნამდვილად შეიძლება ეგრეც მოხდეს, ამიტომ მაინც ველოდებით ძალიან დიდ რეჟისორს პურკარეტესაც. ხო. ოსტენბერსაც და მისი ინტერპრეტაციით 4 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში. მაშინ შარშანაც შარშან წინაც რუსთაველის თეატრში იყო და ხო, წელს გვაქვს პრაქტიკულად არიყენებს სცენის განათებას. პრაქტიკულად, დიახ. ანუ ეს არის, იგი თვითონ უნიკალური მხატვარია, აბსოლუტურად გამორჩეული და ის რაც ამ შემთხვევაში სცენაზე ხდება, მე ვფიქრობ, რომ მართლაც დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს ნებისმიერ და ვიცი გმოვა. თეატრის პროდუქცია რამდენადაც მესმის რა ქვია ამ თეატრს, სორინო თუ რაღაცამ დაგვაქვს. სორესკუს ეროვნული კრაიოვა, სადაც ესეც საინტერესო ინფორმაცია ალბათ კრაიოვას ძალიან კარგი ფესტივალი აქვს შექსპირის. დიახ. ძალიან კარგი ფესტივალი და ძალიან ენერგიული დირექტორი თამდენად აი კიდევ ერთხელ ხას ვუსვამ არ ამგონია მაგრამ უნდა ითქვას რომ მანაც აი ნოლიდან დაიწყო და ძალიან დაჭირდა რაღაც პერიოდი რომ დაემტკიცებია რომ ეს საჭიროა ეს ფესტივალი და ამასთანავე ისეთ ჩვენც უჭირდება ხოლმე მაგის მტკიცება ხო აი ეს თავად აქვს მოყოლილი რა გზები აქვს გავლილი მას იმისათვის რომ დაენახათ რომ ფესტივალი საჭიროა და აი დღეს წელს რაც მე ვნახე ბუხარესტში თუნდაც ამ ნეტაზე და იგივე იმ კრაიოვას დირექტორთან ემილთან საუბრის დროს მივხვდი რამხელა მონაპოვარია უკვე ის და მათი გამარჯვებაა რომ ფული პრობლემა აღარ აქვს კულტურის სამინისტრო მოყვებაო მიყვება დაინახეს დაამტკიცეს ну ჩვენთან დამტკიცებას ცოტა სირთულეებიც მოყვება და არ ვიცი ახლა სხვადასხვა ის არის ხო ჩვენ მუდმივად ვამტკიცოთ რომ ჩვენ ვართ აუცილებლები საჭიროები და ასე შემდეგ მაგრამ შოუკეისის შემთხვევაში ამის მტკიცება ამ წუთს მით უმეტეს წელს საერთოდ არ დამჭირდება იმიტომ რომ 72 ადამიანია ამ წუთას რეგისტრირებული ქართული თეატრის მიმართ მათი ინტერესი არის ძალიან დიდი და მე აუცილებლად დავამტკიცებ რომ ამ პროგრამას ბევრად მეტი ყურადღება სჭირდება და ბევრად მეტი მოვლა იმიტომ რომ მეტი ინტერესი კიდევ უფრო მეტი გამოიწვია და აი აქ ჩავთავ შოუკეისთან განვიხილეთ ასე ვთქვათ ხო ალბათ თუმცა სალაპარაკო კიდევ ძალიან ბევრია მაგრამ ჩვენ უკვე ფესტივალის შემდეგ ამ ფესტივალის დროს გვექნება ამის საშუალება 9 ქვეყნის 12 სპექტაკლი 9 ქვეყნის 12 სპექტაკლი დიახ და აი მესამე ნაწილი ეს არის უკვე ქართული პროგრამა თუმცა თქვენ აი Facebook-ზე გამოაქვეყნეთ 18 მახსოვს მე სპექტაკლი ხო ნუ არა ზოგი ხო რომ ჯერ არის და არ დამითვლია ხო იხაზე პუბლიკოს მაგრამ აი ეხლა ნახა 4 ნიუ და ხო 18 და 18 იმიტომ რომ ორი სპექტაკლია. არა, მე ვამბობ თითო დასახელებას. დიახ. აი სტატისტიკა გამოაქვეყნეს Facebook-ზე 6 წლის მანძილზე. გეოგრაფია 97 კომპანია ქვეყნებიდან და ნუ ძალიან დიდი ჩამონათვალი ქვეყნების ქართული სპექტაკლების პროგრამაზე ბრძანებთ, ხო? არა საერთოდ ზოგადად დიახ თქვენი გვერდიდან ავიღე და მაყურებელთა რაოდენობა 2009-14 წლებში 39900 დიახ მაყურებელი სისტემონაცემები ქართული პროგრამის სტუმრები 2009-14 წლებში იყო 46 არა 2009 წელს იყო 46 2015-ში ველოდებით უკვე 72 ადამიანს. ეს 82-ია რეგისტრირებული და იმ 82-დან ისე იმაშობა რომ 72 მუშაობს შოუკეისზე ზუსტად.
ნამდვილად ასეა და მე მინდა პატარა შემოვიტანო კიდევ ინფორმაციაც და ასე ვთქვათ ესეც ფესტივალის თქვენ მოგიწევთ მე ფესტივალის დამსახურება ეს ამბავიც რომ 2010-ში გაიმართა პირველად თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის სხდომა პრეზიდიუმ აღმასრულებელი კომიტეტის და აი წელს იმართება აგრეთვე და უნდა ითქვას რომ სამი ქვეყანა თავაზობდა მათ შორის იყო არგენტინა, იყო მე მგონი გერმანია და ნუ ჩვენ შევთავაზეთ და აბსოლუტურად დიდი მადლობა არა გვინდა საქართველოში. ნუ საკმაოდ სერიოზული შეიძლება შეუქმნით ასე ვთქვათ. მოკლედ სირთულე ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩამოდის 14 ადამიანი 13 ქვეყნიდან. უბრალოდ არის ესე რომ ერთ-ერთი რედაქტორი ერთ-ერთი ამ ჩვენი ელექტრონული ჟურნალის Critical Stage არის რუმინელი, უკაცრავად ხო, რუმინელი და აქედან გამომდინარე 2-1 ქვეყნიდან. ინტერესი მართლა ძალიან დიდია, ეცით მიწევდა ამ წლების მანძილზე კონტაქტი. მე გაუჩნდა ამ showcase აი ესეთი მეგობრები მე ვიტყოდი, რომლებიც ერთი მეორედ ერთხელ ჩამოსულები, მეორედ და მესამედაც ითხოვენ ჩამოსვლას. არიან ესეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც ძალიან გვაინტერესებს ზუსტად პერსპექტივაში, განვითარებაში ქართული თეატრი და ასე შემდეგ. ისე რომ ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში ეს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ეს არიან ის კრიტიკოსები, რომლებიც ქმნიან ამინც ფაქტიურად, შესაძლოა პროდიუსერები არ არიან, მაგრამ მათ შორის ძალიან ბევრი არის კონსულტანტი, ძალიან ბევრი უმეტესობა კი არა და თითქმის ყველანი ამ ფესტივალების და ბუნებრივია ვფიქრობ, რომ მაინც გავაკეთებ ჩვენ მრგვალ მაგიდას, დაგეგმილი გვაქვს ეს ქართული შოუკეისის ირგვლივ ერთი მცდელობა გქონდა, მაგრამ რაღაც თეატრების და რეჟისორების ინტერესი ქართველების მხედველობაში დიდად არ ჩანდა ამ საუბრის ესეთ მიმართ, ამდენად ჩვენ გვექნება ასეთი შიდა საუბარი კრიტიკა ქართულ შოუკეისზე საერთაშორისო და ეს აი ასეთი ეს გადავწყვიტეთ მოკლედ ამ სახით შეფასება წელს. გარდა ამისა, ესეც აი დამსახურება, რა თქმა უნდა, ფესტივალის, რომ 2 წელიწადში ერთხელ წელს არა, მაგრამ გაისათ ალბათ გავაკეთებთ იმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი. უცხოელების ბუნებრივია მონაწილეობით და წელს გვექნება შარშანდელის შექსპირის წელი იყო და ამდენად შექსპირს მიეძღვნა კრებულის პრეზენტაციაც. ისე რომ აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად არის შედეგი იმისი და ბევრი სხვა კიდევ სტუმრების მიღება და ასე შემდეგ სხვა სტუმრების შედეგი იმისა, რომ ფესტივალი მართლა ძალიან გახსნილია და არ ხელიდან არ უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ ქართულ თეატრს პოპულარიზაცია. რა თქმა უნდა. ხო, არა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება ფესტივალის და ნუ რა თავიდან ის რომ შევქმენით, რა თქმა უნდა, ბევრს ფიქრობდით როგორი უნდა ყოფილიყო და ეს თვითონ კარნახობს მე როგორ უნდა გამვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული თეატრისთვის, არამედ ზოგადად ქართული კულტურისთვის. გარდა იმისა, რომ კრიტიკით წელს ისინი დრამატურგიითაც არიან დაინტერესებული და ჩვენ ცალკე შეხვედრა გვექნება ქართულ დრამატურგიაზე და მომავალ წლიდან ამის ჩვენს მიერ პრომო მეტად დაიწყება. მეტად უფრო ესე შორს წავა და უფრო ღრმად დრამატურგიის. ფიქრობ, რომ 72 ადამიანი ერთ ჩამოსვლაზე ნამდვილად არ არის ცოტა, იმიტომ რომ მე ყოფილი ვარ უკვე ლიდერი ქვეყნების ამ ქსელების მიმართულებით და ესეთ ფესტივალების მიმართულებით შოუკეისებზე ასეთი რაოდენობით არ ყოფილა. ეხლა ვიყავით 4 თუ 5 მაგალითად ეს მიწვეული ნეტაზე. არ შევედრები ახლა გონკონგს და არ შევედრები ედინბურგს ნამდვილად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფესტივალი არ არის მხოლოდ და მხოლოდ პროგრამა.
ფესტივალ პროგრამაცაა, რა თქმა უნდა. მაგრამ ფესტივალი არის ძალიან ზუსტი, არა, ზუსტი მან უნდა იცოდეს რა უნდა მისცეს თავის ქალაქს. წელს სლოგანი ზუსტად უნდა იცოდეს. ჩვენი სლოგანი მუდმივად იქნება რეალობის ნატიფი გრძნობა. დატოვეთ ესე იგი. ამიტომ მან უნდა იცოდეს რა უნდა მისცეს განსხვავებული თავის ქალაქს ან იმ ადგილს, სადაც ის იქნება და ამიტომ ქართული სპექტაკლების პროგრამა ეს ნიუ დამატებით გვაქვს კიდე რაც გეგმება მოვალ წელს აუცილებლად უნდა გაცვლიერდეს და წელს კიდევ იგეგმება რამდენიმე გამოფენა. გამოფენები იგეგმება, წიგნის პრეზენტაცია იგეგმება ისევ თხის სიმღერის თეატრის ვორქშოპი, იგეგმება ვორქშოპი პოლონეთის მოძრაობის თეატრთან და კახაბაკურაძის მოძრაობის თეატრთან ერთად და იგეგმება დრომგულის გლობუსის სამხატვრო ხელმძღვანელის შეხვედრა შექსპირის შესახებ. აი ეს იქნება ესეთი შეხვედრა რაღაც დაახლოებით საათი 2 საათიანი, სადაც ერთი ესე გეგმავთ რომ რაღაც 20 წუთი ის ლაპარაკობს და მე უკვე კითხვები ურჩევნია, იმიტომ რომ მეტი უბრალოდ ადამიანს ურჩევნია მეტი პირდაპირ დიალოგში შემოსვლა, ვიდრე თქვათ მე გააგრძელოს ლექცია. ეს იგეგმება და მე უკვე ვნახოთ, რა თქმა უნდა ფესტივალის კლუბი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეს ბოლოში ეს ის მისი პრეროგატივა. მეც მაინტერესებს. არა, რომ ჯერ არ ვიცი. აი 2 წუთი. ფესტივალის კლუბი, რომელიც ყოველ წელს არის, ყოველ წელს იქნება. რაც რთული დღეებია, რა თქმა უნდა, ფინანსურად აი რადიო თავისუფლებას ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ იქვე შევთანხმდითვე, რომ ჩვენ არც ერთ ინიციატივაზე არ უნდა ვთქვა იმიტომ რომ დრო გავა და მე ამ დროს ჩვენ ვეღარ დავეწევით და სირთულეების შანსებს რომ არ გართმევს ის უბრალოდ გირთულებს უფრო ცხოვრებას და შევამცირებთ მასშტაბს რაღაცას ასე ვიზოთ რაღაცას იზევთ ამიტომაც ფესტივალის გახსნა შეეწირა რა თქმა უნდა ევროს და დოლარს და როდესაც მე აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდით ჩვენ მაგათ მაგრამ უფრო საინტერესო და უფრო კარგი ამბავი მოვიფიქრეთ სამაგიერო თვითონ უფრო სხვანაირად დატრიალდა და კარგი ამბავი მოვიფიქრეთ ბევრად უფრო საინტერესო უნდა ვთქვათ თუ არა ეს არ მხოლოდ არ ვიცით ეს არის აი მაყურებლისთვის უბრალოდ არ იქნება იმდენად საინტერესო თორედ სიამოვნებით ვიტყვი ანუ გახსნა დახურით შევცვალეთ სულ ეს თუმცა ფიქრობ რომ ფესტივალზე თბილისის პიარისთვის ის უფრო საინტერესო იქნება და კლუბი რომელიც ასევე არაფრით არ გადავაგდეთ ჩვენ იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთადერთი ადგილი სადაც ყოველთვის ვიკრიბებით შეხვედრების ადგილი იქნება წელს იქნება Radisson Blu River არის პატარა ესეთი კაფე რესპუბლიკის მოედანზე დიახ ღიაც და დახურული ყოველივე ამის შესახებ ინფორმაცია თქვენს ვებგვერდზე დევს და ასევე უკვე მზად არის როგორც ვიცით ფესტივალის კატალოგი შოუკეისის კატალოგი უკვე ამ დღეებში იქნება რომელიც შეუძლია ყველა აიღოს ალბათ ამ გაჭირვებაში კიდე ერთი უარესი რაც მოვიფიქრეთ ეს არის ფესტივალის ატრიბუტიკა ჩანთები გამოვა და მაისურა. ძალიან კარგი. ყველა დიდ ფესტივალს აქვს. ასე რომ ხო ეს არ იქნება რაღაცა განსაკუთრებული, იმიტომ რომ პირველი ლაბიჯია, მაგრამ არის. და კიდევ ერთი დაპირება ქონდა ფესტივალს 13 ივნისის დაზარალებულთა ფონდში. შევასრულებთ აუცილებლად. გადარიცხვა, ხო? ჩვენ რაც დავპირდით აუცილებლად შევასრულებთ, აუცილებლად. რამდენიც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ყველა კიდევ ერთხელ ვიმეორებ სირთულეები, შეიძლება მასშტაბი შეამციროს, მაგრამ იდეას ვერასდროს ვერ გააქრობ. ისე რომ ძალიან საინტერესო დღეები გველის 25-დან. 25-დან და აი 24 მაგიტო მეწერა ზუსტად კატალოგს 24-ში გახსნა უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადავწიეთ. არა უშავს და ასე რომ ყველას გელით თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი მადლობა რომ მოგწამდით და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეთ ჩვენს მსმენელებს. ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა. თეატრალური შეხვედრები